კიდევ ერთხელ აბა. შემოვდგით ფეხი, წყალობდეთ ღმერთი, აი ესე შემოვედით. ძალიან კარგი, მე კიდე ნახე რა ამ ბავშვი ვარ. რა კარგია. კი, ძალიან. მეც ოჯახი, სადაც ამ დღეს არ ფუსფუსებენ ხოლმე და ლობიანებს ნამდვილად აკეთებენ ხოლმე, ამზადებენ ოჯახის დიდი თუ პატარა რაღაცნაირად თავს უხერხულად. ნამდვილად ასეა და ვფიქრობ, რომ ჩვენმა დიასახისებენ, ჩვენმა მაყურებელმა ყველამ ძალიან კარგად იცის ლობიანის მომზადება და ახლა ლობიანის მომზადებას ვერავის ვერ ვასწავლი, პირიქით, აქეთ ვისწავლი სიამოვნებით, უბრალოდ ამ შემთხვევაში ჩვენ მოვამზადებთ იმას, რაც მარტივია და გამოვიყენებთ ჩემთვის ცომებში, არ ვიცი, საუკეთესო ცომს, რაც არის ნახევრად ფენოვანი ცომი, რა ვქნათ, გიჟდები ამ ცომზე და მომწონს ყველაფერში, ტკბილში, ლობიანში თუ ხაჭაპურში და ასე შემდეგ, კი. აქტიურად მიმართავ ხოლმე, ბევრი წვალება არ გჭირდება, დროს ზოგავ შესაბამისად ძალიან მარტივი. აი დაჯექიო და ნახე. არ შეიძლება ხო და ამოციეს. ამეყმარე. ამციე ხალხო. აი საჩავი და შეხედა. მანდარა წამოწეკი და ციხა შენზე მაღალია. წამოგორდი. და რაც შეეხება ხო ამაზე. ნახევრად ფენოვან ცომს, სხვათა შორის ერთი მიმართულებით უნდა გააბრტყელო თურმე და ესეც ძალიან ისეთი საინტერესო რჩევა არის. რატო მეორეთი თუ გავაბრტყელებთ ეწყინება? არა, უკეთესი არის, უფრო კარგი სტრუქტურა გვექნება და შესაბამისად ესე ერთი მიმართულებით უნდა ვაბრტყელოთ და პირველად ფენოვან ცომთან რომ მქონდა შეხება ვიყავი ძალიან პატარა, ნუ მაშინ ხა ითვლება რომ პატარა ვიყავი 16 რაღაც წლის და გადავწყვიტე რომ გავაკეთო ხაჭაპური და ეს ცომი ავიღე კარგად ჩავზილე და მე ვერაფერს ვერ გავიგე რა დაემართა და თურმე არც არაფერი არ სჭირდებოდა გააბრტყელე მოათავსე ყველი შინი და მზა დავიდან ჩავზილე გემრიელად ხო? ესე იგი მზა რა პრინციპში არც გაფუძნებოდა პროდუქტი? ხო არაფერი დაშავდებოდა არა ხა საერთოდ ამის ფენები აირია და გამოვიდა ნუ რაღაც მოკლედ ის აღარ გამოვიდა და ლიკონამ თავიდან მოამზადა ძალიან დიდი ასევე მოვამზადებთ მეორე ვერსიას რაც ცოტა აჭარულის ფორმას მივცემთ და ამისთვის გამოვიყენებთ ესეთი პიცის ცომი არის მზად გუდვილის წარმოების რაც არის ძალიან მოსახერხებელი და ამ ცომით მოვამზადებთ მოსახერხებელი და ძალიან გემრიელი სხვათა შორის კი ძალიან გემრიელი და მეორე ვერსიას მოვამზადებთ ასე ლობიანის გულსარც რაც შეეხება არის მოხარშული ლობიო და ჩვენ აქაც რა თქმა უნდა მარტივად ფუსფუსებს და გამოვიყენეთ უკვე ქილის მზა ლობიო გავავლეთ წყალი უნდა დავაბლენდეროთ ან ხორცაკებ მანქანაში გავატაროთ და დავამატოთ მარილი და შავი პილპილი და ასევე არის ესეთი ერთი ძალიან კარგი ხრიკი მათთვის ვისაც გულსართი ეშლება ხოლმე ერთი ცალი მოხარშული კარტოფილის დამატება. კარტოფილი ეს რას გვიშვება? კრავს თვითონ ამ მასას იმისთვის რომ ესე არ ჩაგვეშალოს და შემდეგ არ გადმოცვივდეს. კლასიკურად რა თქმა უნდა ეს არ სჭირდება ლობიანს, თუმცა ახლა არიან დიასახლისები. პრინციპში ერთი ცალი კარტოფილი მე რა მოხდა, არც გემოს შეუცვლის. არც არა. საერთოდ, მნიშვნელოვნად კი არა, საერთოდ არ შეუცვლის. ნამდვილად. თორე კლასიკურად ლობიანს სჭირდება კარგად მოხარშული ლობიო, მარილი, პილპილიც ეს უკვე გემოვნების ამბავია და ცხიმი. და ჩვენ სამარხოს სურველი რომელიც მიირთმევს გემრიელობას. სურველი სულ აქვს. მე აგერ ვარ. სულ ეყოლება ლობია. სურველები არიან. მე აქ ვარ. სულ ეყოლება ლობია. ველოდები სულ მოუთქმელად. და რა თქმა უნდა ჩვენ სამარხო ვერსიას მოვამზადებთ და ამიტომ ცხიმს არ გამოვიყენებთ და მოდით ვცადოთ და შევკრათ კარტოფილით. რა სამარხო ვერსიას როდესაც ვამზადებთ, მაშინ არის უპირატესი როგორც მივხვდი ეს კარტოფილი. არა, ისედაც არ ვიცი, ხო, ისეთი შესახედაობა რო კონდეს ჩვენ. აი გავზია საუბარი, ახლა თუ რაღაც იმით ლორით მოვამზადებ, მაშინ აღარ არის სამარხო, თორე კარტოფილი რა შუაშია. კი, ნამდვილად აჩვენე. ამაშია საქმე, შემოკარგო. ჩვენ რა თქმა უნდა ტრადიციულად ყველა პროდუქტი რაც არის წარმოდგენილი ჩვენს დახლზე მოგვაწოდა გუდვილმა და აქვე მინდა რომ შეგახსენოთ რომ გუდვილში საახალწლო სუფრის შეკვეთა დაიწყო შეკვეთა შეგიძლიათ როგორც ონლაინ ასევე ცხელი ხაზის მეშვეობით გუდვილი წელს გვთავაზობს ტრადიციულ და სამარხო სუფრას 6 ადამიანზე მინდა აღვნიშნო მენიუს მრავალფეროვნება ტრადიციულ სუფრაში ვხვდებით
უგემრიელის ხორციან კერძებს, როგორიც არის საცივი, ინდაურის ფილეთი, გრილზე შემწვარი ქათამი, საქონლის ხორცის ჩაშუშული, გოჭის კუჭმაჭი, ნიგზით, საქონლის ხორცის ბლინი, ასევე სალათების მრავალფეროვან ასორტიმენტს, სალათი ოლივიე, ბადრიჯნის სალათი, დარიჩინით და ძალიან არომატულია სხვათა შორის, ქათმის სალათი, ასევე თევზეული, ორაგულის ფილე ბაჟეში, შემწვარი კალმახის ფილე. რა ზასაკეთე? соуსში მენიუ ჩამოგითვალეთ და ორაგული, ნაკლებ მარილიანი და ასე შემდეგ. მე მქონდა შესაძლებლობა და გადავხედე ამ მენიუს და თქვენ სრული მენიუს ნახვა შეგიძლიათ გუდვილის ონლაინ არხებში. შეკვეთების მიღება გრძელდება 28 დეკემბრის ჩათვლით. ასევე სუფრის შეკვეთასთან ერთად შეგიძლიათ შეუკვეთოთ შემწვარი გოჭი კლასიკური მეთოდით და ასევე შემწვარი გოჭი ნივრითა და შემწვარი გოჭი მეგრული აჯიკით. თქვენი სურვილისამებრ 30 და 31 დეკემბერს გუდვილის გუნდი მოგართმევთ თქვენ სასურველ მისამართზე უკვე გამზადებულს და შეფუთულს. აუ რა კარგია. აი ამის შემდეგ ეს ყველაფერი უნდა დაგვირგვინდეს შეკვეთით. მოსაყოლად იყო ისეთი ცუდად გავხდი. დილიდან ხო სანამ არის ტელეფონი. ახლა დაუჩქარე და ეს ლობიანი სასტრაფოდ რაღაცნაირად ახლა სასტრაფოდ რომ მოვამზადო უნდა ვიხმაურო. არ გამოდის. ჩავრთოთ. ამ სტუდიიდან ჩვენი მაყურებლისთვის არაერთხელ მithქვამს, რომ მიდეა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას ხდის უფრო კომფორტულს და ჩემი დილის სტუდიაში ყოფნასაც ხდის მარტივს და კომფორტულს. რადგან ტექნიკით სწორედ მიდეა გვამარაგებს და მიდეას აქვს სხვადასხვა ბევრნაირი, რა თქმა უნდა, ტექნიკა. 8 ლიტრი ნახევრის მოცულობის აეროგრილი არაერთხელ გამოვიყენეთ და გაჩვენეთ, რომელსაც აქვს Wide Maxi დიზაინის დახმარებით, ის უზრუნველყოფს 30%-ით გაზრდილ კალათის მოცულობას, რაც განსაკუთრებით მოსახერხებელია დიდი ულუფების მოსამზადებლად. სენსორული პანელი უზრუნველყოფს მართვის სიმარტივეს, ხოლო გამჭვირვალე უჯრა გვაძლევს საშუალებას ვაკონტროლოთ კერძის მომზადების პროცესი. Heat Express ტექნოლოგიის წყალობით 200 გრადუსამდე ტემპერატურის საშუალება გვაძლევს მოვამზადოთ კერძები ბევრად სწრაფად, ვიდრე ჩვეულებრივ ღუმელში. მივიღოთ იდეალურად ხრაშუნა ზედაპირი და დავზოგოთ 70%-მდე ელექტროენერგია. და ასევე დღეს ჩვენს გულსარც, რომელსაც ახლა უკვე მოვამზადებთ, ცოტა ხანი გავაგრილებთ აუცილებლად მაცივარში და ამაშიც რა თქმა უნდა ჩვენი მიდეას მაცივარი დაგვეხმარება. რამდენი წმინდა იმდენი მოვამზადე დაეტევა, არ ვიცი, ერთი ისედაც უკვე მოთავსებული მაქვს მჟავეულობა და რაღაცებს ვაგრილებ. მჟავეულობას დედა, ახლა კიდე უარესად. ყველაფერთან ერთად. მაყურებელს ასევე შევახსენოთ, ჩემო თაკო, რომ ჩვენი მეგობარი და კულინარიული რუბრიკის სპონსორი მინერალური წყალი ბორჯომი გახლავთ, ბორჯომი, გახსენი, ისიამოვნე და შეიგრძენი სიმსუბუქე. აბა? ნამდვილად ასეა. გავხსნათ ისიამოვნოთ და შევიგრძნოთ სიმსუბუქე. ეს შუშხუნი რა სასიამოვნო ხმა არის, ხო? ჭიქა სად არის? ჭიქა მინდა. ახლავე მოგაწუდით. დაგველოდეთ თუ შეიძლება და სულ ყველაფერზე ლოდინი გინდათ. კარგი რა, ლობიანს დაელოდე, ჭიქას დაელოდე. ეკონომიკურად დავაჩქაროთ, ვფიქრობ დრო არის. აგერ კიდე ვაშარ რამაზაშვილს ველოდები რამდენი ხანია და ძლივს გამოჩნდა აქ ჰორიზონტზე. და სპორტულ სიახლეებს გაგვაცნობს ძალიან მალე. ხო და ძალიან მაინტერესებს მე სპორტული სიახლეები. კარგი, მაშინ ვაშასკენ ავიღოთ გეზი. თენოვან სამში უკვე ესე იგი მოთავსებული. გოგმანებს, ჩვენი ლობიანები. მშვიდობისა კიდევ ერთხელ. ხო, ისეთია. დასკვნეთი ფაზა როდის დადგება? ბოლოსკენ, ხეთ ბავშვები რო ელოდებიან, როდის გამოცხება. აი ზუსტად ესე ვარ, თუ წკმუტავთ აქ დილიდან. იმისთვის რომ მაყურებელს ეტაპები არ გამოვაპაროთ, ამიტომ ველოდებით ხოლმე ესე დახლზე დაწყობილები. აუ ის რა ლამაზია. ეს არის ფენოვანის ვერსია და თქვენ იცით რომ გულსართი არის მოხარშული ლობიო, მარილი, პილპილი და დავამატეთ ცოტა ერთი ცალი მოხარშული კარტოფილი
ჩავჭყლიტეთ და ასევე მოვამზადეთ, აი აქ გვაქვს პიცის ცომი, რომელიც არის Goodwill-ის ბრენდის თითქმის მზად არის ხაზიდან, რომელიც დამზადებულია სწრაფი ყინვის მეთოდით, არის არაჩვეულებრივი გამოსავალი მათთვის, ვისაც უნდა პიცის მომზადება მარტივად და საკმარისი დრო. კი, შენ შვილი კოსთან ერთად არა აქვთ. გარდა პიცის ცომისა, ამ ხაზში ვხვდებით სხვა ბევრ საჭირო პროდუქტს, როგორიცაა ტოლმა, კოტლეტები, პელმენი, ხაჭაპური, ლობიანი და ასე შემდეგ. ამ პროდუქტების შერჩევა შეგიძლიათ Goodwill-ის ყველა ფილიალში. მე კი აი ამ ცომს ვიყენებ აჭარულებისთვის. ისევე როგორც პიცისთვის, ასევე აჭარულებისთვის და ასევე ლობიანისთვის, რომელიც აი ესე უბრალოდ მრგვალი ფორმით გადავაფრთხილეთ, ესე ვთქვათ. ეს ჩვეულებრივი ცომია, ხო, ლიკუნი? აი ესე არის პირდაპირ ერთი გუნდა პიცის ცომი. კი, ძალიან მოსახერხებელია. შემდეგ ეს ჩვენი ლობიოს გუნდა, რომელიც ნახე თვითონაც ცომივით არის, ხედა აი ისეთი ერთგვაროვანია. ძალიან კარგია. თან მაცივარში ცოტა ხანი დავაყოვნეთ, შემდეგ ახლა გვერდები უნდა გავუკეთოთ პირველ რიგში. სამაცივრო პირობებში რა დრო სჭირდება და? კარგად უნდა გაგრილდეს, ახლა ჩვენ დრო რაც გვაქვს იმას ვიყენებთ, მაგრამ ნუ 1 საათი მაინც კარგია, კარგი. ეს ახლა რომელს ვაკეთებთ? აჭარულს, ხო? ნახე გვერდებზე პატარა ვახდენ. ღობეს ვაკეთებთ ერთი მხრიდან და ასევე მეორე მხრიდან და მე შევახვევთ. ამავე მეთოდით ვაკეთებ მე ხლა ყველა რა თქმა უნდა სხვადასხვანაირად აკეთებს, მაგრამ ამავე მეთოდით ვაკეთებ ხოლმე აჭარულსაც. ძალიან კარგი მეთოდია ეს ჩემი აზრით, მომიწონებია, იმიტომ რომ აი ეს გვერდები როგორც წესი რჩება ხოლმე ანუ უკვე მიხვდი ხედავ ზურა უკვე შეუჭველი და ამ შემთხვევაში იმდენად კარგად გამოფუმფულებული იქნება შიგნით და ყველაზე გემრიელი ადგილი ის გვერდები ხდება ესეთ შემთხვევაში შეხედა შეგვიძლია ამ შემთხვევაში აი კიდე დავასველოთ წყლით თუ სამარხო ვერსია არ გვინდა შეგვიძლია რომ კვერცხით დავასველოთ კვერცხის გულით ხო რომ უფრო ესეთი ბატონო და ესე ზინვარე იყოს, ხო? კი ბატონო. ასევე რამდენიმე წუთის წინ რომ სამაცივრო პირობებში კიდევ ბევრი სხვა გემრიელობა მაქვს. კი, ასევე გულსართიც გრილდება და შეგიძლიათ ჩაიჭყიტოთ და დარწმუნდეთ. ოდნავ ჩავიჭყიდავ და თან ვეტყვი ჩვენს ტელემაყურებელს მიდიას ორკამერიანი მაცივრის შესახებ. განიერი და ტევადი მოდელი, რომელიც აერთიანებს დახვეწილ დიზაინს და დიდი მოცულობის შიდა სივრცეს. ერთი წუთით აი ამაშია საქმე. აბა, იმხელა რომ შიგნით რომ ვლაპარაკობ, ეკო გამოდის. ერთი. მოკლედ, მაცივარი აღჭურვილია Active Fresh ტექნოლოგიით, რომელიც მრავალშრიანი აქტიური ნახშირის ფილტრის საშუალებით უზრუნველყოფს აერის სისუფთავეს, ამცირებს არასასურველ სუნს და ხელს უწყობს საკვების ხანგრძლივად შენახვას. კი ბატონო და მე კიდე დავამატებდი რომ დიდი ტევადობის წყალობით ეს მოდელი კარგი არჩევანია ოჯახებისთვის, ვინც კომფორტსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს ეძებს ერთ მოწყობილობაში. ხო. ასე რომ ასეა მე ამ მოწყობილობაში ყველაფერთან ერთად ვეძებ აი ჟავებს, რომელიც ძალიან მოუხდება. ითქვას რომ განსაკუთრებულად უხდება ხოლმე აი კერძებს, რომელიც მზადდება ლობიოთი სწორედ. კი ბატონო. და მჟავეულობა ასევე არის ძალიან სასარგებლო თან ყველაფრისთვის, რომ იცოდე განსაკუთრებით კუჭნაწლავისთვის, რადგანაც არის ფერმენტირებული პროდუქტი და მისი ეს ხშირად გამოყენება ძალიან კარგია. ახლა ის გადაგვრჩენია, რომ გულშიც დავამატოთ ჩვენი ლობიო პერგამენტის ქაღალდზე გადავიტანე უკვე ცოტა ადრეც შეიძლებოდა, რადგანაც უფრო მარტივი იყოს შემდეგ მისი საცხობ ლანგარზე გადატანა. გახსოვთ, როდის დამკვიდრდა ბარბარობის დღესასწაულის კვალდაკვალ ლობიანების მომზადების აი ეს არაჩვეულებრივი ყველასათვის საყვარელი ტრადიცია. არა, სხვათა შორისაც ძალიან მაინტერესებს. მე მსმენია, მაგრამ პროფესიონალს დაუტოვოთ ამ ყველაფრის განდობა, კი ბატონო. რიგრიგობა არ ჩავარდეს სხვადასხვა სახეობის ლობიანები. ამ შემთხვევაში ეს არის ესეთი.
აჭარულის ვერსია, რომელსაც ვფიქრობ, რომ ძალიან სჭირდება სხვადასხვა მჟავეულობა. სწორად ვფიქრობ ლიკუნა. ხო? და ძალიან მარტივად მოვამზადეთ. რა თქმა უნდა, ახლა ყველა დიასახლისმა იცის ლობიანის მომზადება და ჩვენ ვერ ვასწავლით. მაგრამ დღევანდელ დღეს თუ არა ლობიანი რა უნდა მოგვემზადებინა? კი, ჩვენ უბრალოდ ვასწავლეთ მარტივი გამოსავლები. რა არის ერთმანეთთან გამოცდილებას უზიარებთ იქ რაღაც შეიძლება ინგრედიენტი რაღაც აი მაგალითად კარტოფილი დაამატე დღეს ლობიოს რაც შეიძლება ბევრმა არ იცოდეს. კი ბატონო, ამას ახლა ზემოდან ჩვენ არც ცხიმს ვუსმევთ და არც კვერცხს და არის სრულიად სამარხო ვერსია. ერთი ფენოვანი გვაქვს ღუმელში, რომელსაც კვერცხი გადავუსვით და ასევე ამაჭარულსაც გადავუსმევთ კვერცხს და უფრო ესეთი გაპიწყინებული იქნება. წავალ ახლა ღუმელში და გამოვიტან მეორესაც. ლაშა წადი აქედა. სხვადასხვის აქვე უნდა აღინიშნოს. ლაშა რამაზაშვილი, როდესაც მორჩება ხოლმე თავის სპორტულ სიახლეებს, შემდეგ მიბრძანდება და დღეს ფეხი არ მოიცვა. დღეს ყველა უნდა მიირთვას ლობიანი და ამიტომ ლაშამ ტრადიციის. ლაშა წადი აქედა. გულად ელოდება. ესეც ჩვენი ფენოვანი ვერსია. ხმარივით გამოიყურე. აი არ ვიცი რა. ხო, ღვეზელია შეიძლება ითქვას და რაც მთავარია, ყველაფერი მზადდება ძალიან მარტივად. ლაშა. კიდევ ერთხელ მოვუყვეთ მაყურებელს, რომ ჩვენ მოხარშული ეს მჭირდება ძალიან იმისთვის და ამიტომ ჩქარობ, რომ გადმოვიტანო. ვაიმე რა კარგია რა, კარგია, მიხარია. მოხარშული ლობიო, რა თქმა უნდა, დავაბლენდერეთ, დავამატეთ, დავაჩოპერეთ უფრო სწორედ, ან ხელის ბლენდერი გამოვიყენეთ, დავამატეთ მარილი, პილპილი და დავამატეთ ფრთხილად ძალიან ცხელია. დავამატეთ ერთი ცალი მოხარშული კარტოფილიც ჩავაჭყლიდეთ იმისთვის, რომ გულსართი შენ შეგიძლია ეს გადაუსვა ზურა. იმისთვის, რომ გულსართი ყოფილიყო უფრო ესეთი ერთგვაროვანი და თვითონ ცომივით ყოფილიყო. მეორე ნაწილს, რომელიც არ არის სამარხო, აღარ გამოვიყენეთ კარტოფილი და დავამატეთ გამდნარი კარაქი, მარილი და პილპილი. შემდეგ ეს ყველაფერი მოვათავსეთ სხვადასხვა ცომის სახეობებში. გვაქვს პიცის ცომი, გუდვილის წარმოების, რომელშიც გავაკეთეთ აჭარულის ფორმის ლობიანები და გავაკეთეთ ასევე სამარხო ფენოვან ცომში, რომელიც არის ესეთ ნახევრად ფენოვანი და გამოგვივიდა შეიძლება ითქვას ღვეზელი და რაც შეეხება მჟავეულობას, ну რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტად უხდება ლობიოს მჟავეულობა, თუმცა თქვენი სურვილის ამებს შეგიძლიათ ლორი დაამატოთ, ან პირდაპირ კარაქი მოათავსოთ. ესე ლორი რა? გააჩნია. მე მგონი ეყოფა და შეგვიძლია ღუმელში გავუშვათ. კარგი, გავუშვათ. ხილ ბოსტნეულს, რომელსაც აღმოაჩენთ გუდვილის დახლებზე, მოწმდება გუდვილის ლაბორატორიაში და მხოლოდ შემდეგ ხდება დახლებზე და რა თქმა უნდა არის ყოველდღიურად ახალი ასევე ჩვენი ლობიანები არის დღევანდელი ჩვენი ლობიანი ესეც რომ გითხრა ლიკუნა მინდა გეხმარა რა თქმა უნდა ვინაო მე ვიცი ვინც რა თქმა უნდა გემრიელი კერძების მომზადებაში მიდეას ტექნიკა ყოველთვის მეხმარება ხომ იცით გემრიელი კერძი ხარისხიანი პროდუქტებისა და კარგი ტექნიკის გარეშე არ გამოდის და რაც მთავარია ვერ წაიღებს ზურათან ეს ხრაშუნი მესმის გავაგონოთ ჩვენს ტელემაყურებელსაც და აქვე გეტყვით რომ ამ ყველაფერს დავაყოლებთ სპორჯომი ქართული სუფრის შემადგენელი ნაწილი. ნამდვილად ასეა. მე კი მინდა ხრაშუნის გარდა ვანახო მაყურებელს. ის ჩემი ნაჭერია, ხო? დიდი ხო? აი ეს ერთი კუბიკი, ეს კუბიკები, იმიტომ დავხაზე რომ თვითონ ნაჭერად მე გავზოვოთ. ჯერ ძალიან ცხელია, მაგრამ მინდა მაყურებელს ვაჩვენო რა შვება კარტოფილია. ამ შემთხვევაში იქ რა ხდება? კი არა, ეს თვითონ ლანგარი იბერება ეს ამ შემთხვევაში მინდა მაყურებელს ვაჩვენო რა შვება კარტოფილი. ნახე როგორი ერთგვაროვანია და არ ცვივა და არ იფშნება ჩვენი ლობიო და აი ესე დროს არის ძალიან კომფორტული. კიდევ ერთხელ და რომ გაცივდება მეც ის შეინარჩუნე. დღევანდელი დღე ბედნიერი ბარაქიანი წელი ვუსურვოთ, ყველაფერი საუკეთესო აუცილებლად დაიბედეთ და აი დაგემოვნების ნაწილზე ბუნებრივია ჩვენ რამდენიმე წუთში გავხდით. აბარა